რა ახალ კანონზე მუშაობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, გაუქმდება თუ არა დევნილთა შემწეობის თანხები. გავრცელებულმა ინფორმაციამ დევნილთა შემწეობის სისტემის რეფორმის შესახებ, რომლის თანახმადაც დევნილთა ნაწილმა შესაძლოა 45 ლარიანი დახმარება ვერ მიიღოს, გასულ კვირას დიდი ნებათაღელვა გამოიწვია. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში მიმდინარე რეფორმის შესაბამისად დევნილთა რომელ კატეგორიას შესაძლოა მოეხსნა შემწეობა, რა სიახლეები იგეგმება ამ კუთხით და რა მიზნობრივ სოციალურ დახმარებაზე გადაყვანაა მოსალოდნელი, ისე რომ დევნილთა ინტერესები და უფლებები იყოს დაცული. რა ახალ პროექტზე მუშაობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. ეს ის კითხვებია, რომლებიც რამდენიმე დღეა აქტუალურია მედიასა და დევნილ საზოგადოებაში. შემწეობის რეფორმის აუცილებლობას ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო რესურსების სწორად გადანაწილებით ხსნის. ამ საკითხზე არაერთგვაროვანი, მათ შორის კრიტიკული შეფასებების ფონზე სამინისტროში აცხადებენ, რომ რეფორმების შედეგად დევნილთა ინტერესები იქნება გათვალისწინებული და დაზოგელი თანხები მათ კეთილდღეობას მოხმარდება. შემწეობა მხოლოდ იმ დევნილებზე გაიცემა, რომლებსაც ეს თანხა რეალურად სჭირდება, განმარტავენ სამინისტროში. ამ საკითხზე უწყებისგან განმარტებებს ითხოვენ დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც საგანგებოდ შეიკრიბნენ. შეხვედრის მონაწილეებმა შეშფოთება გამოთქვეს ახალი ინიციატივის ზოგიერთ პუნქტთან დაკავშირებით. მათი განმარტებით დევნილთა შემწეობის რეფორმის მოდელების პროექტში ჩადებულია მათთვის მიუღებელი მოსაზრებები. ისინი პროექტის ავტორებისგან ახსნა განმარტებებსა და დოკუმენტში შესწორებების შეტანას მოითხოვენ. რა თქმა უნდა, ეს არის პროექტი, მაგრამ გვაქვს შენიშვნები ამ პროექტთან დაკავშირებით და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ასე ვთქვათ, განიხილავს ამ თემას, ნაკლებად არის წარმოდგენილი აფხაზეთის საზოგადოების წევრები. ოფიციალური ან არაოფიციალური. გაჟღერდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის მთავრობამ შექმნა მუშაჯგუფი, რომელიც ასე ვთქვათ, კოორდინაციას გაუწევს ამ დოკუმენტზე მუშაობას შიგნით უწყებაში და ალბათ რაღაც რეკომენდაციების სახით წარუდგენს დევნილთა სამინისტროს. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არის ერთი რაღაცა. რატომ ვიგებთ ჩვენ ამ ყველაფერს ძალიან გვიან? როდესაც წყდება ჩვენი ბედი. ეს არ არის მარტო სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. აღმოჩნდა, რომ ისევ-ისეთივე ფორმით გრძელდება ეს ყველაფერი და მაინც დღეს თითქმის იგნორირებულია დევნილი საზოგადოება. იურისტი ლალი გაბისონია მიიჩნევს, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ახალ ინიციატივაში ბევრი პუნქტი გაუგებარია და ამიტომაც აუცილებელია მეტი სიცხადის შეტანა და მისი დახვეწა. როცა წავიკითხე ეს კანონპროექტი და წავიკითხე ყურადღებით, აღმოჩნდა, რომ ალტერნატივები, რომელსაც თავაზობენ დევნილთა დახმარების შემდგომი რეფორმირებისთვის, ერთგვარი ბუნდოვანების შთაბეჭდილება დამიტოვა მე ზოგიერთმა პუნქტმა და ალბათ საჭიროა, რომ ის უფრო მეტად დაიხოცოს. ყველაზე მთავარი, დევნილი საზოგადოება უნდა გაეცნოს ალბათ ამ კანონპროექტს სამომავლოდ, ვიდრე ეს კანონპროექტი მართლა შევა პარლამენტში და რეალობად გადაიქცევა, მანამდე მას სერიოზული დახვეწა ჭირდება. ნუ იქ არის საუბარი იმაზე, რომ დაიწიოს იმ ზღვარმა 1250 ლარიანმა ზღვარმა და აქ ცოტა ბუნდოვანია ის ანალიზი, რომელიც მოცემულია და მეც სიცხადეს საჭიროებს, რომ დეტალურად გაიწეროს ეს ყველაფერი, აბსოლუტურად ცხადი იყოს, რას მოველით მომავალში ამ დევნილთა დახმარებასთან დაკავშირებით. ზოგადად არ მომეწონა ის მომენტი, სადაც საუბარია დევნილთა თაობებად დაყოფაზე, ანუ დახმარება მიეცესო იმ ნაწილს დევნილი საზოგადოების, რომელმაც უშუალო დევნა განიცადა, ანუ იმ ხალხს, ვინც წამოვედით იქიდან და რეალურად ვიყავით, ცხოვრობდით იქ და არ მიეცეს იმ ნაწილს, რომელიც დაიბადა შემდგომ აქ. ანუ გამოდის, რომ ის სამართალმემკვიდრე ჩვენი შვილები ამ დახმარებას ვერ აიღებენ. რამდენად სამართლიანია ეს? კარგია თუ ეს დევნილთა საჭიროებებზე მართლა იქნება მორგებული და მომავალში გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენ მართლა საბოლოო ჯამში ხომ ღირსეულად უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში. ანუ ერთი სიტყვით აქ არის დასაჯდომი სამუშაო სპეციალისტებიც და დევნილებიც ერთობლივად დევნილ ხელისუფლებასთან ერთად ალბათ შეიმუშავებენ რაღაც იმ შუალედურ ყველასთვის მისაღებ კონსენსუალურ ვარიანტს, რომელიც მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნება თუ გაკეთდება ასე. თუ არა, იმ ფორმით, რა ფორმითაც არის ამ წუთისთვის პროექტი, მე ვფიქრობ, რომ იგი მისაღები ვერ იქნება ვერც ერთი დევნილისთვის. პარლამენტარმა ადამ არშანიამ დევნილთა შემწეობის თანხების რეფორმის ახალი პროექტი ასე შეაფასა. ძალიან ცუდი კანონპროექტი არის. იმ კანონპროექტში ისეთი
წინადადებებია ჩაწერილი, რომ კომენტარი მიჭირს. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ამას სერიოზულად გავასწორებთ. და არა მხოლოდ რაღაც კონკრეტულ ჩანაწერებს, მიდგომები უნდა გამოვასწოროთ. ამ საკითხზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შექმნილ სამუშაო ჯგუფშიც გაიმართა შეხვედრა, რომელსაც სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი უძღვებოდა. სხდომას სტოლითი და განსახლების სამინისტროს დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კოტე კუჭუხიძეც ესწრებოდა. როგორც სამუშაო ჯგუფის წევრები აცხადებენ დევნილთა საკითხებთან მიმართებაში რეფორმას არ ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ეს უნდა იყოს უმტკივნეულო დევნილებისთვის და არა ნაჩქარევი გადაწყვეტილება. ჩემთან არის უამრავი ზარი, ჩემთან მოდის უამრავი დევნილი და ჩვენი პირველი მოვალეობაა რომ ისინი საქმის კურსში ჩავაყენოთ, ამიტომ არ მიმაჩნია სწორად რომ ვიღაცა ცდილობს რომ ეს ინფორმაცია არ იყოს გავრცელებული. პირიქით მე მგონი თუ ვაკეთებთ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ესე იგი როგორც აი ამ დოკუმენტში, უпроსტად პროექტში და არა დოკუმენტში არის მითითებული, მიმაჩნია რომ საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული, მივიღოთ ინფორმაცია საზოგადოებიდან და შემდეგ გონივრულ ვადაში ვიმჟელოთ ამ ინფორმაციაზე და მივიღოთ ესეთი გადაწყვეტილება, რომელიც არ იქნება მტკივნეული დევნილი საზოგადოებისთვის. ჩვენთან აფხაზეთის მთავრობაში შექმნილია მუშა ჯგუფი, ეს როგორც მე მოვახსენე თავმჯდომარეს, მან ოპერატიულად მიიღო გადაწყვეტილება და შექმნა ეს მუშა ჯგუფი. ეს მუშა ჯგუფი მუშაობს, კვირის ბოლომდე იქნება ჩვენი წინადადებები მომზადებული. კვირის ბოლომდე უმაღლესი საბჭო მუშაობს აფხაზეთის აი ამ საკითხებზე და ესე იგი მე იმედი მაქვს რომ 1 თებერვალამდე როგორც ზანებაშია მითითებული თავმჯდომარეს ჩვენ უკვე შეთანხმებულ წინადადებას აფხაზეთის ხელისუფლების დავდებთ ჩვენ მივასწრებთ ამ წინადადებას სამეთვალყურეო საბჭოს თვალთა და განსახლების სამინისტროს ხელმძღვანელობას პარლამენტში მივასწრებთ შესაბამის კომისიებს ასევე მივასწრებთ სამთავრობო სტრუქტურებს და იმედი გვაქვს რომ ამას გაიზიარებენ პირადად ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არის ასეთი რომ რა თქმა უნდა რეფორმა გასატარებელია მაგრამ არა ასეთ მოკლე ვადებში და არა ასეთი სიჩქარით საჭიროა გონივრული ვადა რათა შევხვდეთ იმ მისაღებ ალტერნატივაზე რომელიც არ იქნება მტკივნეული დევნილებისათვის და საერთოდ საზოგადოებისათვის მე ეს ჩემი წინადადებები სამეთვალყურეო საბჭოს მივაწოდე შემატყობინეს რომ ესე იგი გადაეგზავნა სამეთვალყურეო საბჭოში მოწვეულ ყველა ორგანიზაციას მაინტერესებს მაგათი რეაგირება კიდევ ამ საკითხზე. ამ იდეებში არის რაღაცა, რომელიღაც იდეებში, სადაც დავუშვათ, რომ ესე იგი მე პირადად როგორც მთავრობის წევრი თუღებულობ ნორმალურ ხებას, მე რა თქმა უნდა 45 ლარი დიდი ხანია მომიხსნეს, მაგრამ მე ვიზახე რომ მე თუღებულობ, მე არ უნდა მივიღო, მაგრამ მე უნდა ვიცოდე რომ ის ჩემი 45 ლარი იმასთან ვისაც ძალიან უჭირს, აი ის მიიღებს იმ 45 ლარს. ანუ შეიძლება გაკეთდეს რაღაც გრადაცია, მაგრამ ამას რა ჭირდება? ამას ჭირდება რომ სოციალურმა სამსახურმა შეისწავლოს ყველა დევნილის მდგომარეობა. დღეს სახელმწიფო ამისათვის მზად არ არის. თუ იქნება ასე რომ ესე იგი ფორმულა რომელიც ყველასთვის მისაღებია სტატუსიდან გადავდივარ საჭიროებაზე, მაშინ ეს საჭიროება ჯერ უნდა შევისწავლოთ და შემდეგ გადავწყვიტოთ რა მეთოდი იქნება ჩვენთვის მისაღები. ჩემთვის მაგალითად როგორც სამი შვილის მამისათვის და 5 შვილიშვილის ბაბუასავი და არ არის მისაღების რომ თაობებზე არ უნდა გადადიოდეს დევნილის სტატუსი. იმიტომ რომ ღმერთმა უხდას რომ ჩემ შვილიშვილს თუ ეკნა მე მირჩენია რომ უფრო ადრე მოხდეს ეს ამბავი აფხაზეთში დასაბრუნებელი ის უნდა ფლობდეს დევნილის სტატუსს. დღეს ის ფლობს ამ სტატუსს, მაგრამ როდესაც იქნება ერთი 10 წლის შემდეგ ღმერთმა უხდას დაუშვათ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რეგისტრაცია მას უნდა ქონდეს мотивация იმისა რომ ის მივიდეს იმ აღრიცხვაზე და ის დევნილის საბუთი აიღოს. გავრცელებულმა ინფორმაციამ დევნილთა შემწეობის თანხების სისტემაში ცვლილებებთან დაკავშირებით გაუგებრობა და უკმაყოფილება გამოიწვია დევნილებში. ისინი სოციალურ ქსელებშიც არ მალავენ შეშფოთებას. დევნილთა მწვავე რეაქცია გამოიწვია ერთ-ერთმა ვერსიამ, რომლის თანახმადაც დახმარებას ვერ მიიღებენ მოქალაქეები, რომლებიც აფხაზეთში არ დაბადებულა. ამასთან დევნილების შემწეობის რეფორმის შესაბამისად არა მარტო 45 ლარიანი დახმარების, არამედ მათი სტატუსის მოხსნის საშიშროებასაც ხედავენ.
განმარტებებისთვის ჩვენ მივმართეთ სოზარ სუბარის უწყებას. სამინისტროში ამ ინფორმაციას უარყოფენ, თუმცა ადასტურებენ, რომ მუშაობენ პროექტზე დევნილთა შემწეობის რეფორმების მოდელებზე. როგორც მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ამბობს, ამ ეტაპზე არ იგეგმება ყოველთვიური 45 ლარიანი შემწეობის მოხსნა, თუმცა განიხილება სხვადასხვა წინადადებები. საკითხის ესე დაასმა, რომ დევნილის შემწეობა მოიხსნება, ეს არის არასწორი ინფორმაცია აბსოლუტურად. ამ სამინისტროში და ზოგადად ხელისუფლების მიმართ წლებია უკვე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არის წინადადებები, მოწოდება, რომ მოხდეს რეფორმირება და გადასვლა მოხდეს საჭიროებებზე. ანუ საჭიროებებზე მორგებული პროგრამები განახორციელოს სახელმწიფომ უფრო ეფექტურად ხარჯვის მიზნით. ჩვენ მუშაობთ ისეთ მოდელზე, როდესაც ადამიანები, ვინც საჭიროებენ შემწეობას, რა თქმა უნდა, შემწეობა მათ ექნება და რა თქმა უნდა, ყველა დაინტერესებულ პირთან მიმდინარეობს კონსულტაცია. ჯერ არ არსებობს რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, იქნება ფართო დისკუსიის და მაქსიმალური ჩართულობის შედეგად მიღებული. იმ ადამიანებს, რომლისთვისაც შეიძლება 45 ლარი არ წარმოადგენდეს რაიმე გადაწყვეტ მნიშვნელობას, ამ თანხების, ანუ საბიუჯეტო თანხების ეფექტურად ხარჯვისათვის აკუმულირებული თანხები ყველა თეთრი აბსოლუტურად მიიმართება როგორც გრძელვადიანი განსახლებისთვის, ანუ ბინების მშენებლობისთვის, ასევე სხვა პროგრამებისთვის, რომელიც საარსებო წყაროების გაჩენას შეუწყობს ხელს. ინფორმაციას დევნილთა დახმარების სისტემის შესაძლო რეფორმირების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოც გამოეხმაურა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა თანამშრომლობისკენ მოუწოდებს დევნილთა და განსახლების სამინისტროს და განმარტავს, რომ მსგავსი დოკუმენტების შემუშავებისას პოლიტიკურ მხარეს უნდა მიექცეს ყურადღება. ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რომ 93 წლის შემდგომ დაბადებულ დევნილებს დევნილის სტატუსი არ ექნება თურმე ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს. მაშინ ვინ დაბრუნდება ამ აფხაზეთში? ამიტომ ეს ძალიან პოლიტიკური ნაბიჯის შემცველი ინფორმაციაა. ეს არ არის მარტო ფისკალურ რაღაც მომენტებზე აგებული. აქ აუცილებელია პოლიტიკური გათვლა, რასთან გვაქვს საქმე. სრულ ინტეგრაციასთან, ესე იგი არ ბრუნდებით? რა ხდება? იქ არ არის ლაპარაკი სტატუსის მოხსნაზე, როგორც ჩანს, მაგრამ ეს შემდგომი ნაბიჯია. მე ვფიქრობ, ძალიან დასაფიქრებელი საკითხია. მე მოუწოდებ დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლობას, რომ ჩვენთანაც კონსულტაციები იქონიონ და რაღაცაზე შევჯერდეთ. თავის დროზე, როდესაც შეიქმნა დევნილთა სტრატეგია, ჩვენ არ დაგვიზახეს და ძალიან ბევრი შეცდომა გაიპარა. მაგრამ მე როცა ერთად დავიწყეთ მუშაობა, ბევრი გამოსწორდა და ეს სტრატეგია დღეს ისე თუ ასე საკმაოდ კარგად მუშაობს. ამიტომ ალბათ აუცილებელია ჩვენი სტრუქტურების დაძახება, ერთად მუშაობა. კი არის, თქვა წარმომადგენელი 1-2 კაცი, მაგრამ ეს ხო არის, მაინც ერთად უნდა გავიაროთ ყველაფერი. პოლიტიკური მხარე უნდა შეფასდეს. განმარტებები ტოლუსის და განსახლების მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. როგორც სოზარ სუბარი ამბობს, 45 ლარიანი დახმარება შესაძლოა შეუწყდეს მაღალი შემოსავლის მქონე დევნილებს. სამინისტრო დევნილთა შემწეობის სისტემის რეფორმაზე არასამთავრობო სექტორთან ჯერ კიდევ მუშაობს. შესაბამისად, მინისტრი ვერ აკონკრეტებს, რა კრიტერიუმები იმოქმედებს დახმარებების გაცემის დროს. ეს არის ტყუილი დევნილის სტატუსს არავინ არ ეხება. ლაპარაკია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ დევნილთა დახმარების სისტემა უფრო მეტად იყოს ეფექტური და უფრო მეტად ორიენტირებული გაჭირვებულ, სოციალურად დაუცველ მძიმე მდგომარეობაში მყოფ დევნილებზე და არა ვთქვათ იმ ადამიანებზე, რომლებსაც ეს დახმარება არ სჭირდება. ამ თანხის დიდი ნაწილი არის არაეფექტური, იმიტომ რომ ადამიანებს ურიგებთ 45 ლარს, მიუხედავად იმისა, მას სჭირდება ეს, ის ოჯახს სჭირდება ეს თუ არ სჭირდება და ჩვენ ვაპირებთ დავეხმაროთ იმათ, ვისაც არ სჭირდება და ვიმეორებ, ეს არანაირად არ ეხება სტატუსს, თითოეული თეთრი, რომელიც ამ შემთხვევაში დაიზოგება, თითოეული თეთრი ვიმეორებ, ეს მოხმარდება ისევ და ისევ დევნილებს, მოხმარდება სოციალურად დაუცველი დევნილების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათ სოციალურ დახმარებებს ხაზს უსვამს, მოხმარდება ამ დევნილებისთვის შემოსავლის წყაროების ზრდას და გაჩენას, ამაში იგულისხმება თქვა დასაქმების პროგრამები და ასე შემდეგ და რაც ყველაზე მთავარია, მოხმარდება მშენებლობებს და დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. კიდევ ერთი საკითხი არის თუ არა ეს ოფიციალურად გადაგზავნილი მთავრობასა და პარლამენტში, არა, იქ გადაგზავნილი არ ყოფილა, თუმცა მე ჩემი იდეების შესახებ მთავრობაზე მქონდა ლაპარაკი, გუშინ მქონდა შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე ლიდერთან და წევრთან, ბევრნი არ იყვნენ და პრაქტიკულად მათი მხრიდან სრული მხარდაჭერა გვაქვს, რომ ეს რეფორმა უნდა გატარდეს. სოზარ სუბარმა განაცხადა ისიც, რომ დღის წესრიგიდან მოიხსნა 1250 ლარიანი ზღვარის დაწევა. დევნილთა თაობებად დაყოფა და განმარტა ის ფაქტი, რომ რეფორმა დევნილთა სტატუსს არ ეხება. მინისტრმა კომენტარი გააკეთა სხვადასხვა გავრცელებულ ვერსიებზე.
1250 ლარიანი ზღვარის გადახედვა არ იგეგმება, თუმცა იყო ამაზე ლაპარაკი, იყო შემოთავაზებული სხვადასხვა ვარიანტები 1000 ლარი, 700 ლარი, 400 ლარი, ან თქვათ თელ ოჯახზე რო იყოს საარსებო მინიმუმი დათვლილი, ეს რთული პროცესიც არის და შეიძლება ყოველთვის სამართლიანიც არ გამოვიდეს, ამიტომ ამაზე უარი ითქვა. შემოთავაზებული იყო ჯერ კიდევ 2003 წლიდან მოყოლებული ერთ-ერთ მოდელად საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან იყო ესეთი, რომ ყველა დევნილს მოეხსნას დახმარება და მთლიანად გადავიდეს სოციალურ დახმარების სისტემაზე. არა, ეს მოდელი ჩვენს მიერ არ არის გაზიარებული. კონკრეტულად რომელ მოდელზე ჯერ სანამ არ ჩამოვყალიბდებით, არ ვიტყვი, ამ კონკრეტულ 1250 ლარიანთან შეხებას არ ვაპირებთ, ეს დარჩება ზუსტად ისევე, როგორც არის, სხვა მეთოდებზე ვმუშაობთ. ზოგადად, რატო დადგა საკითხი განხილვაში დაბადებული სად არის ადამიანი? წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც თქვათ აფხაზეთიდან წამოსული ახალგაზრდა ბიჭი ან ახალგაზრდა გოგო, რომელიც გათხოვდა თბილისში ან მოიყვანაცოლი თბილისში, მისი შვილიც უკვე 23 წელი გავიდა და სრულწლოვანია, ისიც გათხოვდა ან ცოლი მოიყვანა რაღაც კახეთში, პრაქტიკულად გამოდის, რომ ერთი ბები ან ერთი ბაბუა არის დევნილი და მის მშობლებს აქვს სახლი, კარი, ვენახი, რა ვიცი, ბიზნესი, ყველაფერი. დღეს სახელმწიფო არის ვალდებული ისინი დააკმაყოფილოს ბინით და ისინი დააკმაყოფილოს, თქვათ, 45 ლარით. მე მგონი ესეც გარკვეულად ეჭვებს იწვევს, თუმცა აქ რამდენადაც ჯერჯერობით სამართლიანი ისეთი გადაწყვეტა ბოლომდე რომ სწორი იყოს ვერ მონახეთ, ამიტომაც ამ თემაზეც თავს ვიკავებთ რეფორმისგან. ისევ და ისევ, როცა ჩამოვყალიბდებით გარკვეულ ფორმაზე, წარუდგენთ მთავრობას, წარუდგენთ პარლამენტს და მე ეს მსჯელობა იქ გაგრძელდება. როგორც მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, შემწეობის რეფორმირების საკითხზე მას საკანონმდებლო ორგანოშიც ჰქონდა შეხვედრები. უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ რეფორმა აუცილებელია, თუმცა ამ ცვლილებებზე საუბარი ნაადრევია. ამაზე ძალიან ნაადრევია საუბარი, ყველა შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობთ რეფორმის ჩატარებას, რომლის ფარგლებშიც არც ერთი დევნილის ინტერესი არ დაზიანდება, პირიქით, ყველა გადაწყვეტილება და ყველა სიახლე წაადგება თითოეული მათგანის ინტერესებს. ტოლმის და განსახლების სამინისტროს მხრიდან მრავალგზის განმარტებების მიუხედავად არის კითხვები, რომელიც კვლავ პასუხგაუცემელია. როგორც უწყებაში აცხადებენ, სხვადასხვა მოდელი იხილება და ამ საკითხზე მუშა პროცესი მიმდინარეობს. 9000-მდე პირს ყოველთვიური დახმარება სწორედ მაღალი შემოსავლების გამო მოეხსნა. საინტერესოა მათ რიცხვ კიდევ რამდენი შეემატება. შეგახსენებთ, რომ დევნილ საზოგადოებას შემწეობის თანხების რეფორმის მოდელებზე სიახლეებს სისტემატურად მოვაწვდით.